გაიმართა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის ოფიციალური პრეზენტაცია. ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისთვის. ისაუბრეს თვითმმართველობებთან კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ინფორმაციის გაზიარებაზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, როგორც სავალდებულო კომიტეტზე, მის განხილვის საჭიროება შესაძლებლობა აღარ დგას და თუ რაიმე თქვა იქნება მოსაზრებები კომიტეტის ფარგლებში კომიტეტის წევრებს ექნებათ, რა თქმა უნდა, მივაწვდით წამყვან კომიტეტს, იმიტომ რომ ჩვენ გარემოს კომიტეტთან განსაკუთრებული კომუნიკაცია და განსაკუთრებული კონსულტაციები გვაქვს ხოლმე. გასაგებია ვფიქრობ და დიახ ქაუტანი არა ვეთანხმებ აბსოლუტურად ბატონ არჩილს თან გამომდინარე კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე არ არის პრობლემა არ არის რომ მხოლოდ კომიტეტმა განიხილოს გარემოს ამ როგორც ამ გადავიდეთ შემდეგ გასაგებია გადავდივართ შემდეგ ინიციატივაზე ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პაკეტია აქაც ინიციირების ეტაპისთვის დასკვნები დადებითია დაჩქარებული წესით არის მოთხოვნა და გთხოვთ ამაზე მიიღოთ გადაწყვეტილება ხოლმე კოლეგებო კენჭი უყაროთ დაჩქარებული წესით რაც შეეხება კომიტეტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანი საფინანსო სავალდებულო დასკვნისთვის. მადლობა. შემდეგი საკითხი. დიახ. გალბატონ სუსტად ანალოგიურადაც ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსური შედეგების წარმოშობი რეალურად ნაკლებად არის აქ აღსრულების საკითხები რეგულირდება თავისი შინაარსით და ვფიქრობთ რომ ერთი კომიტეტი წამყვანი კომიტეტის იურიდიული რომ იყოს ესეც მიზანშეწონილი იქნება თუ ბატონ პატას არ აქვს განსხვავებული პოზიცია და მხოლოდ იურიდიული კომიტეტი წამყვანად რომ გამოსაზღვროთ. ვეთანხმებ კი ბატონო. მადლობა ბატონო პატა შესაბამისად წამყვანი კომიტეტი იქ დარჩება ერთ-ერთი იურიდიული. აი შემდეგ შემდეგი ჩვენ გვაქვს საქართველოს კანონის პროექტი უცხოელთა მოქალაქეების არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გთხოვთ კენჭი უყაროთ დაჩქარებული წესით აღნიშნული საკითხის განხილვას. აქ არ არის შენიშვნები. მადლობა. შემდეგი საკითხი ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მთლიანი პაკეტი. დიახ ბატონო არჩილ გნებავთ რამე ბოდის მოგიხდით ხშირად ვისარგებლე სიტყვით ამ საკითხთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა კონსულტაციები წინასწარი არსებობდა და ვფიქრობთ რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყველანაირ წრეში მას შორის იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებითაც ზუსტად სრულფასოვნად იმსჯელებს და განიხილავს ამ კანონპროექტს შესაბამისად წამყვანი კომიტეტის საპროცედურო კომიტეტის სახით სავსებით რელევანტური იქნება და აღარ იქნება საჭიროება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ განხილვისა. ამავდროულად თუ რაიმე იქნება დამატებითი აუცილებლად იქნება ერთმანეთთან კონსულტაცია. ვეთანხმებთ ბატონ თავმჯდომარე ზად არის ჩვენი კომიტეტი თავდაპირველად განიხილოს სრულყოფილად განიხილოს ეს საკითხი. გასაგები აღნიშნული ინიციატივაც გადაეცემა საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტს და განიხილავს მხოლოდ აღნიშნული კომიტეტი, ასევე ითხოვს ინიციატორი დაჩქარებული წესით განხილვას, გთხოვთ კენჭი უყაროთ დაჩქარებული წესით აღნიშნული საკითხის განხილვას. მადლობა. საქართველოს კანონის პროექტი ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტის სტატუსით არის შემოთავაზებული დარგობრივი და რეგიონული პოლიტიკის სავალდებულო დასკვნისთვის აქაც დაჩქარებული წესით მოთხოვნა და გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება. გთხოვთ აღნიშნული ინიციატივაც განვიხილოთ დაჩქარებული წესით თქვენს თანხმობას. მადლობა. საქართველოს კანონის პროექტი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი რეგიონული პოლიტიკის და საფინანსო საბიუჯეტო სავალდებულო დასკვნისთვის. ფინანსებია ეს აღნიშნული არ არის დაჩქარებული, შეგვიძლია ჩვეულებრივი წესით განვიხილოთ. გადავედით საორგანიზაციო საკითხებზე. საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ. აღნიშნულს სჭირდება კენჭის ყრა, გთხოვთ დავეთანხმოთ კომიტეტის მომართვას. მადლობა. საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქე დიმიტრი მჭედლიშვილის მიერ წარმოდგენილი იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ. აღნიშნულზეც გვჭირდება თქვენი თანხმობა, გთხოვთ კენჭი უყაროთ ეთანხმებით თუ არა. ცნობად ვიღებთ საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 19-21 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ორმხრივი შეხვედრებისა და 21-26 მაისს ქალაქ დეიტონში 25 წლის ნატო საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის შესახებ ანგარიშს. ასევე ცნობად მივიღებთ საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 22-26 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში გამართულ ნატო საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის ანგარიშს. შემდეგი საკითხი როგორც ჩანს პირველი არის 19-21 მაისის ანგარიში და მეორე არის უფრო დეტალური ანგარიში ნატო საპარლამენტო ასამბლეის, ამიტომ შეიძლება სათაურში არის მესამე პუნქტში შეცდომა. დიახ, გეთანხმებით, დუბლირებული არის მესამეში, აღნიშნული ორ საკითხად არის გაყოფილი და ორივეს მივიღებთ ცნობად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენება იგეგმება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. იცით, რომ ბიურომ უნდა იმსჯელოს მთავრობასთან, პრემიერთან დისკუსიით და შეათანხმოს თარიღი. შემოთავაზებული არის 2025 წლის 27 ივნისი და მინდა რომ აღნიშნულს თქვენი თანხმობით დაგვიდასტუროთ პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში წარიმართება 27 ივნისს. მანამდე ინფორმაციისთვის დაურიგდება ყველა საპარლამენტო სუბიექტს. ანგარიში გასაცნობად. ანგარიში გასაცნობად დაგირიგდებათ ყველა საპარლამენტო სუბიექტს, როგორც ბატონმა ალეკო მოგვახსენა. შემდეგი ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. მეშვიდე საკითხი საქართველოს მთავრობის ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ესეც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. მადლობა. ცნობად მივიღოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პოლიტიკურ ჯგუფებში საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს გრაფიკი, რომელიც გაქვთ და მოგეწოდათ და თუ შენიშვნები არ არის, ვფიქრობ, რომ დავეთანხმოთ. მადლობა. სიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ წარმოდგენილი საპენსიო სააგენტო საქმიანობის 2024 წლის ანგარიში IFRS-ის და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტოს როგორც წამყვანს და სავალდებულო დასკვნისთვის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს. მადლობა. ასევე შემდეგი საკითხი გვაქვს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2024 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე. აქ წამყვანი კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სავალდებულო დასკვნისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. მადლობა. დღის წესრიგში ასევე გვექნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. ესეც წინა საკითხის მსგავსად იმავე კომიტეტებს, დარგობრივი და ადამიანის უფლებათა დაცვის. მადლობა. ინფორმაციის სახით მოგვეწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2025 წლის 23 იანვრის საქართველოს და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკ შორის სასესხო შეთანხმების თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც შედის 2025 წლის 23 მაისისთვის. შემდეგი საკითხი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების და შრომის ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვოტების დაწესების შესახებ. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. ასევე გვაქვს საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. და ამავე მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ. განათლების კომიტეტს. მადლობა. ეს იყო ჩვენი დღის წესრიგის საკითხები. თუ თქვენი მხრიდან არ არის არანაირი კომენტარი, დახურული სხდომა.